გამარჯობა, ჩემ YouTube blog-ზე ვიწყებ ახალი ვიდეოების სერიას, რომელიც ეხება ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის გაცნობას, დაგემოვნებას და მასთან დაკავშირებულ მცირე ინფორმაციას. ჩემი პირველი ვიდეოს ხილი იქნება პომელო, რომელიც ახლა არის თქვენ წინაშე. ზოგადად ყველა თითო ვიდეოში მექნება თითო ხილის მიმოხილვა. ვეცდები შემოგთავაზოთ ისეთი ხილი, რომელიც შედარებით ნაკლებად ხდება ჩვენთან და ზოგადადაც ნაკლებად ცნობილი არის მოხმარებლებისთვის. დავიწყოთ. ესე იგი, ეს არის ჩვენი პომელო, რომელიც არის ნაყიდი კარფურში და ფასსაც გეტყვით, ღირდა ზუსტად 8 ლარი და 2 თეთრი. კილოგრამის ფასი არის 6.50 და ეს კონკრეტული იწონის დაახლოებით კილო და 200 გრამს. დავიწყოთ, ესე იგი, ამ შეფუთვის გახსნა. შეფუთული არის, როგორც ხედავთ, ესე ბადეში და შიგნით აქვს კიდევ ხელი ეს ცელოფნის პარკი ასევე შემოხვეული. გავხსნათ ეს შეფუთვა. ესე. შემოვაცალოთ ცელოფნის პარკიც. ციტრუსისთვის დამახასიათებელი სუნი აქვს. ძაფრი. ესე შემოვხსნათ პარკი. სასურველია თუ გადავავლებთ წყალს, ნუ მაინც ვთქვათ ჰიგიენისთვის, გადავავლეთ წყალი ჩვენს პომელოს და დავიწყოთ მისი დაჭრა. ფორმას, როგორც ხედავთ, ძალიან გავს grapefruits მოყვანილობით და კანის კონსისტენციითაც, ფაქტურით, ესეთი ხორკლიანი კანი აქვს. ეს ახლოდან დავაფიქსიროთ. კანის ფაქტურა. მწიფე პომელო უნდა იყოს გარედან მოყვითალო ფერის, აი ეს ფერის, ეხლა ეს შემთხვევაში არის მწიფე პომელო, კარგად დამწიფებული. შედარებით მკვახეები უფრო გადადის მწვანე ფერში. ესე იგი, ეს იჭრება შემდეგნაირად, აი ესეთი ჭრილები უნდა გავუკეთოთ. ჯერ ერთ ხარეს. არ ჩავდივარ ბოლომდე, უბრალოდ იმ დონეზე, რომ კანი გაიჭრას და კანი საკმაოდ სქელი აქვს. იგივე ჭრილი გავუკეთოთ აქეთ ამ მხრიდანაც. ასე. ასე. და ასევე კიდევ 2 ჭრილი მართლობულად, ასე ვთქვათ. ფაქტურად ჯვარის ფორმის ჭრილს უკეთებთ. ასე. და აქ ასე ჩავყოთ თიც და ჩავყოთ იმ ზონაზე, რომ კანის ქვეშ არ მოვჩნდეთ და ჩამოვწევთ ესე ამ კანს. გავაცალკევთ და აი მოხდა პირველი მეოთხედი. იონაირად ვაკეთებთ დანარჩენ ნაწილებზეც. და ესეც გავაცალკევთ. აი კანის ისე
აქვს. საკმაოდ ისეთი. ეს გარედან რაც აქვს ახლა ეს არის ასე ვთქვათ დამცავი გასი შიგდან ნაყოფის თეთრი ფერის ესეთი რომელიც ასევე უნდა მოვაშოროთ მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ მოშორებას თილიანად ვერ მოვაცილით სრულყოფილად მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ ამ გასის მოშორებასაც ეს ნაწილი ეს გარსი არ იჭმევა. რა თქმა უნდა ხო რომ ჭამოთ აფერი დაგვემართება, მაგრამ ნუ როგორც წესი არ ჭამენ. გემოც რაღაცნაირი მწარე აქვს, ეს მომწარო გემო აქვს, დაახლოებით გრეიპფრუტს რო მწარე გემო აქვს, რაღაც მსგავსი აქვს. და ეხლა ნელა უკვე და გამოვაჩინოთ უშუალოდ ნაყოფი ესე გავხსნათ ეხლა ესე გადავხსნათ და ეს არის უკვე ჩვენი ასე ვთქვათ პომელოს საჭმელი კონდიცია ესე იგი რომ მოვყვეთ პომელოს წარმოშობაზეც მოდის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სხვა პატარა ქვეყნებში სხვათა შორის საქართველოშიც მოყავთ დასავლეთ საქართველოში რა თქმა უნდა მცირე რაოდენობით და ძირითადად გამოიყენება ლოკალური მოხმარებისთვის დიდი ვთქვათ საექსპორტო პოტენციალი ბუნებრივია მხილ საქართველოში არ აქვს. მოდი ეხლა რომ ესე გაჩვენოთ უშუალოდ ერთი ცალკეული ლებანი ასე ვთქვათ როგორ გამოიყურება აი უკვე რაც მანდარინის მსგავსი ასე ვთქვათ ფორმა აქვს აი ესეთი არის ერთი ლებანი ხა ცოტა დამეშალა და თავის ხრივ ესენი კიდე შედგება აი ესეთი წვრილი ყველაზე პატარა ერთეული რაც არის აი ესეთი პატარა ლებნებისგან აი ესეთი პატარა არის ახლა რა ვაჩვენოთ რომელიც აქვს უამრავი შიგნით და აი ესე შეგვიძლია გამოვაცალკეოთ აი ესე ეს ნაწილი როგორც გითხარით არის საფარი რომელიც ნუ არ იჭმევა ისე რომ შეგვიძლია რომ ეს გადავაგდოთ აი ეს არის მოკლედ ის რასაც მიირთმევენ ახლა მივირთვათ ჩვენს არის ძალიან გემრიელი მე ძალიან მიყვარს ამის გემო ეს განსხვავებული გემო აქვს სხვა გავრცელებული ციტრუსებისგან მოტკბოა ან წიფე პომელო უნდა იყოს ტკბილი თუმცა არსებობს აი გრეიპფრუტის მსგავსი მომწარო გემოს ჯიშებიც ცოტათი გემოს დაკრავს გრეიპფრუტის არომატი თუმცა აი ძალიან განსხვავებული და ესეთი გამორჩეული გემო აქვს არომატი ყვებით ღირებულებას რაც შეეხება
ძალიან მდიდარი არის ვიტამინებით, კონკრეტულად B ვიტამინით და C ვიტამინით. და ასევე ძალიან მდიდარია კალიუმით, სხვათა შორის. პომელოს მიღება რეკომენდებული არის გულსის დაავადების დროს. ასევე იმუნურ სისტემას აძლიერებს ბუნებრივია, იმიტომ რომ შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ასევე კარგი არის ნერვული სისტემის, ასე ვთქვათ, სწორად და ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის. ზრდის პროცესებს უწყობს ხელს. რაც შეეხება სად იყიდება, სად შეგიძლიათ პომელოს ყიდვა თბილისში. ძირითადად იყიდება დიდ მარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში. როგორც არის Carrefour-ი, Goodwill-ი, Nikora. სხვა ქსელებში სიმართლეთა არ ვიცი, რამდენად იყიდება, არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში. აი, მოკლედ დღესთვის სულ ეს იყო. მე და ჩემი მეუღლე ბოლომდე მივიყვანთ პომელოს, არ დავტოვებთ არც ერთ მცირე ლებანსაც კი, ორივეს ძალიან გვიყვარს. გავაგრძელებ ამ ვიდეოების სერიას და შემდეგში შემოგთავაზებთ ასევე კიდევ ერთ იშვიათ ეგზოტიკურ ტროპიკულ ხილს. გაბადრობებით.